გამარჯობათ, მე მქვია მარიამი, ვცხოვრობ სოფელში და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ვაწყდები, ეს არის უწყლობის პრობლემა, განსაკუთრებით ზაფხულში და ასევე ზამთარში, იმიტომ რომ ყოველ უამინდობაზე ჩემი კუსტარულად გამოყვანილი წყალი ფუჭდება და მიწევს რომ თვითონ შევაკეთო, მიწევს დაახლოებით 3 კილომეტრი გზის გავლა, რომ კარგად დავათვალირო მილები, სად არის დაზიანებული, სად არის გადახსნილი, სად არის შესაკეთებელი. უმეტეს შემთხვევაში ვახერხებ და გამომდის ჩემით, თუმცა მიაქვს საკმაოდ დიდი დრო, დაახლოებით 3 საათი მაინც მჭირდება წყლის შესაკეთებლად და თუ კარგად არ შევაკეთე, უფრო მეტიც. ეს არის მხოლოდ ტექნიკური წყალი, სასმელ წყალს ვყიდულობ. რა ხდება მაშინ, როდესაც არ არსებობს წყალი? ანუ, როდესაც წყალი არ არსებობს სოფლის მეურნეობა. როგორ შეიძლება გქონდეს მაგალითად სათბური ან რაიმე ტიპის მეურნეობა ან ბოსტანი, როდესაც არ გაქვს წყალი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრობლემა. სოფელში მაცხოვრებელი ადამიანების ნახევარს აქვს წყალი, ნახევარს არ გვაქვს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ წყლის პრობლემებზე ვსაუბრობთ, ყოველ ჯერზე გვაქვს დაპირება, რომ წყალი იქნება. და ეს გრძელდება უკვე წლებია. ხელწერილებიც დავწერეთ, შევაგროვეთ, განცხადებაც დავწერეთ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც მივმართეთ. და ყოველთვის არის დადებითი პასუხი, რომ წყალი იქნება, თუმცა სახელმწიფო წყალი ჯერ არ არის.